მაგერ არის სახეზე პარკი, რომელიც სრულიად არის დამთავრებული სრულად. ცოტა რაღაც გასაკეთებელი კიდევ დარჩა, მაგრამ იმედია მალე გავაკეთებთ ყველაფერს, დავამზადებთ და გვექნება ჩვენთვის გამოყოფილი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ზუგდიდში. მანამდე დავდიოდით პარკებში და ვარჯიშობდით ბეტონზე. ეხლა ჩვენთვის გამოიყო ადგილი, სადაც იქნება ჩვენი პარკი და ჩვენ რაც გქონდა გეგმაში იმას განვახორციელებთ. და უფრო კვალიფიკაციის სასამაღლება გვაქვს უკვე ჩვენთვის პარკი. შარშან ჩვენ აღმოაჩინეთ, რომ ზუგდიდში არსებობდნენ ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ და კარგად ეუფლებოდნენ პარკურის ილეთებს ამ სპორტის სახეობას და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ისინი დაინტერესდნენ და მიიღეს ჩვენი რეკომენდაციები, რის შემდეგაც მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას. განცხადებები, წერილები, პროექტები შეიტანეს ქალაქ ზუგდიდის მერიაში და დღეს სახეზე გვაქვს, რომ უკვე სრულიად ძალიან მალე დამონტაჟდება პარკი, სადაც როგორც ამ ახალგაზრდებს, ასევე სხვა ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა მომსწრე გახდნენ თუ როგორ ვარჯიშობენ დღეს ეს ახალგაზრდები, მათი რიცხვის გაფართოვდება და ჯანსაღი ცხოვრების ძალიან ეს მნიშვნელოვანი კულტურული სპორტული სიახლე დაინერგება აქ. ჯგუფი, რომელმაც მოგმართა ჩვენ, აქ იყო ხელმოწერა ახალგაზრდებისა, რაღაცა 40-მდე თუ ცოტა მეტი და ჭარბობს გოგონები. თავად ფაქტი, რომ ამის სურვილი გაუჩნდათ ახალგაზრდებს, იმდენად კარგია, რომ თავისუფალი დრო, მათი თქვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი და კიდევ რომ აქ არიან სტუდენტობა უფრო და ძალიან მიხარია რომ ბავშვებიც ქალაქის ცენტრშია, ბავშვებიც ნახავენ ამას და არ იქნება აზარტული თამაშისკენ სვლა მათი არამედ იქნება სწორედ აქეთკენ, სადაც მათ სიჯანსაღესა შეიძენენ, სწორ ცხოვრების წესს შეიძენენ და მე პირიქით მადლობა მინდა უთხრა სწორედ აი ამ ახალგაზრდებს, პარკურისტებს, რომ მათ გაუჩნდათ ეს იდეა.